2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის ეიფორია უკრაინაში 5 წელი გრძელდებოდა. ბოლოს გასულ წელს უკრაინელებმა ცვლილებებს მისცეს ხმა. თუმცა არჩევნებში პროდასავლელი პოლიტიკოსი და რევოლუციის თანაავტორი იულია ტიმოშენკო დამარცხდა და პრორუსულმა კონსერვატორმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. დემოკრატიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ Freedom House-მა უკრაინაში არსებული ვითარება თავისუფალიდან ნახევრად თავისუფლებამდე ჩამოაქვეითა. ორგანიზაციამ რეპორტიორების საზღვრებს გარეშე კი უკრაინა 42 პუნქტით შეაფასა და მედია თავისუფლების მიხედვით 131 ადგილზე დააყენა. ნატალია ლიგაჩოვა კიევში მოძრაობის შეაჩერეთ ცენზურას წევრია. Цензурировать прежде всего и монополизировать информацию на телевизионных каналах. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკრაინის მთავრობას რუსეთის ხელისუფლების მსგავსად ინფორმაციაზე ცენზურის და მონოპოლიის დაწესების სურვილი აქვს. ძირითადი სამიზნე ტელევიზიაა, ასევე ნაკლებად თავისუფალი ხდება ბეჭდური და ინტერნეტ მედია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ვოლოშინი ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედი ჟურნალისტების და უფლებათა დამცველების უმრავლესობა ნარინჯისფერი რევოლუციის მხარდამჭერები არიან და ხელისუფლების შეცვლა მათთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ქაოსია, როგორც ჩვენ 5 წლის მანძილზე ვცხოვრობდით, ამ ქაოსის ნებისმიერი სახით შეზღუდვა ჟურნალისტებისთვის პრესის თავისუფლების შეზღუდვის გრძნობას იწვევს. უკრაინელ დიპლომატებს მუდმივად უწევთ თავდაცვის პოზიციაში ყოფნა. შეერთებული შტატების საელჩომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის შეჩერება მოთხოვა. ევროკავშირმა კი ნათლად განაცხადა, რომ დემოკრატია და უკრაინასთან დადებული თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ურთიერთკავშირშია, თუმცა ამას ხელისუფლებაზე არ უმოქმედია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს და ზოგიერთი ექს-მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება გრძელდება. І він таким чином наївно думає, що він може побудувати новий залізний занавіс. ის ფიქრობს, რომ ახალ რკინის ფარდას ააშენებს. ეს ადამიანი კვლავ საბჭოთა სტილით ცხოვრობს და აზროვნებს. Радянськими баченнями. ეს განცხადება იულია ტიმოშენკომ თავის ოფისში ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მას შემდეგ, რაც უშიშროების სამსახურმა მისი პარტიის მთავარი სერვერის შემოწმება მოითხოვა. ტიმოშენკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს ტირანი უწოდა. Перебування на посаді президента. პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პირველივე წელი ეს არ იყო არც რეფორმების, გარდაქმნების და სტაბილურობის ზრდის პერიოდი. ეს იმ ავტორიტარული მმართველობის დამყარებით აღინიშნა, რომელსაც თავად წარმოადგენს. ოლეგ ვოლოშინი ამბობს, რომ იმ პოლიტიკოსების მიმართ გამოძიების დაწყება, ვინც თანამდებობას ტოვებს, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. როგორ შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკურ დევნაზე, მისი რეიტინგი იზრდება. ის იულია ტიმოშენკო აწყობს დემონსტრაციებს, ხვდება უცხოელ ჟურნალისტებს, იძლევა ინტერვიუებს. ბევრ უკრაინელს უჩნდება კითხვა, მიყავს თუ არა იანუკოვიჩს უკრაინა პუტინის რუსეთის მიმართულებით. რუსი ჟურნალისტი ევგენი კისილიოვი ამაზე სულაც არ დარდობს. ის კიევში პოლიტიკურ თოქ-შოუს უძღვება და უკრაინას ბელგიას და კანადას ადარებს. მსგავსების მიზეზი ლინგვისტურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაშია. ფაქტია, რომ უკრაინა განსხვავებული რეგიონების, ჯგუფების, რელიგიების, ინტერესების ერთობლიობაა. ეს ქვეყნისთვის ბუნების საჩუქარია. მე არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში პუტინის სცენარი შესაძლებელია. მისი აზრით იანუკოვიჩს 4 წლის შემდეგ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. ასეთ შემთხვევაში მას ხელახლა არჩევის გარანტია არ ექნება. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.